საკანონმდებლო ხარვეზები მტკიცებულებების მოპოვებისას ამ კვლევის პრეზენტაცია გამართა ღია საზოგადოება საქართველო. კვლევის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზები, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაში კანონის არაერთგვაროვნად განმარტების შემთხვევები. კვლევა მაჩვენა, რომ პრობლემები არის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილშიც. პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს იყო პირველი მსალობა იმის, რომ სისტემურად ყველა, ასე ვთქვათ, მთლიანად ინსტიტუტი მოგვეცა მტკიცებულებებთან დაკავშირებით რა რეგულირებებიც არსებობდა, შეგვესწავლა პრაქტიკა, შეგვესწავლა გამოგვიკითხა კონკრეტული აქტორები, ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები და შესაბამისი მონაცემები მიგვიღო, რათა ყველა იმ პრობლემის იდენტიფიცირება მოგვეხდინა, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს პრაქტიკაში და კანონმდებლობაში. კვლევაში, რომელიც 180 გვერდს შეადგენს, მოცემულია კონკრეტული შემთხვევები, სადაც ჩვენი აზრით, კვლევის ჩამტარებელი პირების აზრით, დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპები, როგორც ბრალდებულის უფლება, შეჯიბრებით პროცესში მიეღო მონაწილეობა, ასევე მისი უფლება სამართლიანი განხილვა მიეღო.